იმყოფებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და დღეს განიხილება საკითხი იმის შესახებ, რა უნდა გააკეთოს პირმა ისეთ დროს, როდესაც მის უკვე რეგისტრირებულ ნაკვეთზე აღმოჩნდება, რომ მკვდრებია დასაფლავებული. ცოტა უცნაურად ჟღერს ალბათ, მაგრამ ფაქტია, რომ არათუ უფლება ეკუთვნოდა ადამიანს, არამედ რეგისტრირებულიც ჰქონდა უფლება, საჯარო რეესტრში არსებობს ამონაწერი, სადაც მესაკუთრედ ფიქსირდება პირი და აღმოჩნდა, რომ ამავე ტერიტორიაზე გაცემულია უფლება სასაფლაოს მოსაწყობად. და არათუ გაცემულია, მკვდრებს ასაფლავებენ და მკვდრები დასაფლავებულია, პირი, რომელიც მივიდა თავის ნაკვეთზე რამოდენიმე წლის შემდეგ, აღმოაჩინა, რომ მის ნაკვეთზე არიან უკვე მკვდრები დასაფლავებული. რა არის გასაკეთებელი ასეთ დროს? პირველი რაც თავში მოდის ალბათ ადამიანს და რისკენაც არის მიდრეკილი ეს ქმედებები არის, რომ ხელი ჩაიქნიოს ადამიანმა და თქვას, რომ არანაირი გამოსავალი ამ ჩიხური მდგომარეობიდან არ არსებობს და აბა მკვდრებს რა უნდა, უკვე მკვდრებს ხო არა წამოაყენებ ფეხზე და ასე ხო არ შეეცდები შენი საკუთრების დაბრუნებას. ხო, აი პრაქტიკულად ჩიხი არის, რომელიც ჩიხიდანაც არავინ არ გთავაზობს გამოსავალს. ყველა გეუბნება, რომ აი მე რა შუაში ვარ, არავინ არაფრის შუაში არ არის. და რაღაც შეიძლება განცდა დაგჭირს, რომ აი შენ ხარ შუაში, რომ ახლა ეს ხალხი რაღაც უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენე, რომ კი გაქვს საკუთრება, მაგრამ ახლა მკვდრები არიან დასაფლავებული და რა უნდა გააკეთო. მაგრამ საქმე ასე ნამდვილად არ არის, რადგან ის რომ ამ ტერიტორიაზე ნებართვა გაიცა, ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს არის მიზანმიმართული ქმედება და ამ ქვეყანაში სასაფლაოები, რომელიც არის მკაცრი აღრიცხვის ობიექტი, არ გაიცემოდა და არ გაიცემა სპეციალური ნებართვების გარეშე. თუ ეს არ მოივლის ყველა იმ ორგანოს, ვინც შეიძლება უფლებამოსილი იყოს ამ ტერიტორიის განკარგვაზე, ისე სასაფლაოს მოწყობის ნებართვა არ გაიცემა. და ეს ტერიტორია მიუხედავად იმისა, რომ ძველ დროში იყო გაცემული 2002 წელზე არის საუბარი, იმ დროსაც კი აღრიცხვიანობა და კონტროლი იყო მაქსიმალური ყურადღებით და უამრავი ორგანოს თანხმობა, მოკვლევა, დაასკვნა პასუხი არსებობს ამ საქმეში, მაგრამ არ არსებობს მთავარი. ანუ არავინ არ გამოიკვლია ეს ტერიტორია, სადაც გაცეს ნებართვა სასაფლაოს მოსაწყობად, ხომ არ იყო უკვე განკერძოებული ტერიტორია, ანუ ხო არ ხდებოდა განკერძოებულ ტერიტორიათა ნუსხაში. ამის გამოსაკვლევად არსებობს უამრავი მექანიზმი, როგორც არის მიწათსარგებლობის გეგმა, სხვადასხვა დოკუმენტები და ამის გამოკვლევის გარეშე ერთი და იგივე ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ არსებობს გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზე პირმა უფლება დაირეგისტრირა და არსებობს ნებართვა, რომელთაც ადამიანებს აქვთ უფლება დაასაფლავონ ამ ტერიტორიაზე მკვდრები. ეს ჩიხი რეალურად ფაქტია, რომ არსებობს, მაგრამ გამოსავალი მდგომარეობს რაში? გამოსავალი მდგომარეობს ზიანის ანაზღაურებაში. დღეს მდგომარეობით შეფასებულია ქონება მის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით და ვინაიდან ამ ადამიანს წართმეული აქვს ფლობის, სარგებლობის და განკარგვის უფლება საკუთარ ნივთზე, ამიტომ მას ალტერნატივის სახით შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, როგორც ერთადერთი სიკეთე, რომელიც არსებობს ბუნებაში, რომ თუ მე მაქვს უფლება, მიდასტურდება უფლება და ვერ სარგებლობ ჩემი ნივთით, ესე იგი ვიღაცამ უნდა ააგოს ამის გამო პასუხი და პასუხი უნდა ააგოს მათ შორის ფინანსური სახით. გადაიხადოს ის ღირებულება, რაც ამ ნაკვეთს გააჩნია და აქ დღეს განვიხილავთ ამას, რომ ვინ არის პასუხისმგებელი იმ ზიანის ანაზღაურებაზე, რომელიც ამ პირს მიადგა ქონების არასწორად განკარგვის და გამოყენების გამო. აქ დასახელებული ყავს როგორც ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, მუნიციპალიტეტი, საჯარო რეესტრი და ასევე ნოტარიუსი, რომელიც სავალდებულოდ ამოწმებდა იმ პერიოდში დადებულ გარიგებებს და სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ზიანის ანაზღაურებაზე იმ პირებს,
რომლებმაც ხელი შეუწყეს საკუთრების უფლების მოსპობას, მაშინ როდესაც პირს გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები.